ქართული ოცნება დუმილის რეჟიმშია. ივანიშვილის გუნდის წევრები დღეს არ გამოჩენილან, ყოველ შემთხვევაში კრიტიკულ მედიასთან და შესაბამისად კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. არადა ოპოზიციაც და მკვლევარებიც სწორედ ქართული ოცნების წევრებისგან ელოდებიან პასუხს იმაზე, თუ რომელმა კომპანიამ შეიტანა ოკუპირებულ აფხაზეთში ათასობით ტონა საწვავი, როგორ განხორციელდა ეს პროცესი, როდის კითხვები მრავლად არის. ამ დრომდე ვიცით მხოლოდ ის, რომ 3000 ტონაზეა საუბარი, ეს ინფორმაცია ჯერ გავრცელდა აფხაზურ ტელეგრამ არხებზე, ამის შემდეგ კი უკვე ქართული ოცნების წევრისგან, რატინო თამიშვილისგანაც დადასტურდა და როგორც ნავთობიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, არც ერთ ქართულ კომპანიას არ მიუღია ამ პროცესში მონაწილეობა და ოკუპირებულ აფხაზეთში არ გაუტანია საწვავი, შესაბამისად ჩნდება კითხვა, რომელი კომპანია იყო ამ პროცესის მონაწილე და უცხოურმა კომპანიამ მიიღო თუ არა ეს ნებართა მთავრობისგან. ოპოზიცია ამბობს, რომ თუ ეს არ არის ჰუმანიტარული აქტი და საქმე გვაქვს ბიზნეს გარიგებასთან და ამ ფორმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან, მაშინ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის ინტერესებს უყალატა. ირაკლი კობახიძეს არ დაუსახელებია კერძო კომპანიებიდან ვის შეაქვს კონკრეტულად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი. გასაგები არის ის მიზანი, რომ შეიძლება მოხმარდეს მათ შორის გალში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მაგრამ ვინ ისარგებლებს რეალურად ამ საწვავით? ის რუსი სამხედროები, მშვიდობის მყოფელები ეგრეთ წოდებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩადგებიან რიგში და მათი უზრუნველყოფა ხდება სულ სხვა გვარად, ასე რომ ეს არის ბუნდოვანი განცხადება, უპასუხისმგებლო განცხადება და თითის გაშვერა კერძო სექტორისკენ. აქ მთავარია, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად მიმდინარეობს ფარულად, რომელი ბიზნეს სუბიექტები იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული და რა პროცედურის გავლით შევიდა საწვავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუ ეს როგორც ეკონომიკური ტვირთი ისეა შესული და არა ჰუმანიტარული ტვირთი, თუ ამას ეგრეთ წოდებული საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ეგრეთ წოდებულ საზღვარზე, რომელიც არის საოკუპაციო ხაზი რეალურად, ეს სერიოზული საგანგაშო მაჩვენებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ამიტომ პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ამ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ეს ტვირთი საბოლოო დანიშნულებით მოხმარდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ჰუმანიტარული მიზნებით დაიხარჯა, თუ სამხრეთ რეგიონების რუსეთის ფედერაციის კრიტიკულ, ესე რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურას და ომის წარმოებას. მაშინ, როდესაც უკრაინული დრონების ეფექტიანი მუშაობის შედეგად რუსეთში წარმოიშვა საწვავის დეფიციტი. საოკუპაციო ძალების მთავარ მაშველურ რგოლად იქცა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ცდილობს, რომ ეს ყველაფერი დააბრალოს კერძო კომპანიას, არადა თავად აკეთებს ამ ყველაფერს, რომელიც არა მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია, არამედ ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, იმიტომ რომ არ არსებობს გარანტია, რომ ეს საწვავი არ მოხდეს საოკუპაციო ძალების რეზერვუარებში. ჯერ იყო ირაკლი კობახიძის განცხადება და დადასტურება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი გავიდა. ამის შემდეგ კი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადება, რომელშიც საქართველოს სხვა ქვეყნად მოიხსენებენ და ამბობენ, რომ ხელს არ შეუშლიან საწვავს აპოხი მასალების შეტანას და მზად არიან ამ პროცესში საწვავის ბაზრის მონაწილეებს დახმარება გაუწიონ. სწორედ დე-ფაქტო რეჟიმის ეს განცხადება უჩენს მკვლევარებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს არა ჰუმანიტარულ დახმარებასთან, არამედ ბიზნეს გარიგებასთან და სწორედ ეს აჩენს კითხვებს ოპოზიციაშიც და მკვლევარებშიც დაირღვა თუ არა კანონი ოკუპაციის შესახებ და რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი მივიდა თუ არა მოსახლეობამდე.